გამარჯობა, ეს არის პოდკასტი აი გამოსავალი და დღეს ვისაუბრებთ თემაზე დანაშაულის პრევენცია. ანუ ყველაფერზე, რაც უნდა გააკეთოს საზოგადოებამ და სახელმწიფომ ერთად იმისთვის, რომ ჩვენს გარშემო ხდებოდეს ნაკლები დანაშაული და ნაკლებად გვესმოდეს ახალი ამბები იმაზე, რომ ჩვენს გარშემო ვიღაც დაჭრეს, მოკლეს, ჩაცხრილეს და ასე შემდეგ. მე მანჩო ღოღობერიძე ვარ და დღეს ჩვენი სტუმრები არიან მორიტა პოპოხიძე და ნინო ტყეშელაშვილი. სანამ მათ გაგაცნობთ და მათთან ამ მნიშვნელოვან თემაზე საუბარს დავიწყებთ, მინდა ჩვენს აუდიტორიას შევახსენო, რომ iFacts სჭირდება თქვენი ხარდაჭერა. თუ რა თქმა უნდა ფიქრობთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებები თქვენთვის არის საინტერესო და სასარგებლო, დაგვიჭირეთ მხარი, გადმოდით ჩვენს ვებგვერდზე, სადაც დაგხვდებათ დონაციის ხილაკი, ან პირდაპირ ჩაგურიცხეთ თანხა ამ ეპიზოდის აღწერაში მითითებულ ბანკის ანგარიშზე. დიდი მადლობა წინასწარ თქვენი დახმარებისთვის. მოკლედ გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს და მათ კომპეტენციას. ორივე მათგანს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც მსჯავრდებულებთან, ისე ყოფილ პატიმრებთან მუშაობის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე მათგანი წლების განმავლობაში ზრუნავდა იმაზე, რომ ყოფილი პატიმრები და ასევე მსჯავრდებულები დაბრუნებული იყვნენ საზოგადოებაში, რეაბილიტირებულები, მათ რესოციალიზაციაზე ზრუნავდნენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინციპში დანაშაულის პრევენციაზე. მორიტა პოპოხიძე არის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და სასჯელ აღსრულების სპეციალისტი, ხოლო ნინო ტყეშელაშვილი 10 წელზე მეტია ხელმძღვანელობდა პრობაციის სააგენტოში რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის დეპარტამენტს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მათი კომპეტენცია და გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება მათი მსჯელობა ამ თემაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ ქვეყანაში დანაშაულის პრევენციისთვის. რა კეთდება ახლა და რა არის მოკლედ შესაძლებელი უკეთესობისკენ. პირველ რიგში მინდა თქვენ გკითხოთ, ქალბატონო ნინო, ერთგვარად თქვენი პირადი დამოკიდებულება, რომ გითხრათ როგორც სპეციალისტმა. საზოგადოებას ხშირად აშფოთებს ხოლმე რაღაც რიცხვები, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული. მაგალითად, ბევრი კრიმინალი, ბევრი ახალი ამბავი, ვთქვათ, ტელევიზიით მოსმენილი ადამიანების დაჭრაზე, მკვლელობაზე, პატიმართა რაოდენობაზე და ასე შემდეგ. ის რიცხვები რაც ოფიციალურად ვიცით, რომ გვაქვს დანაშაულის რიცხვი დაახლოებით 54,000 თუ ზუსტად არ მეშლება, მოკლედ და პატიმართა რაოდენობა ამ დროისათვის დაახლოებით 10,000. ეს რიცხვები თქვენთვის რას ნიშნავს? არ ვიცი, აი საგანგაშო ამ სიტყვას გამოიყენებდით საშუალო მაჩვენებელს თუ რაღაც ლოგიკაში ჯდება ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე ღიად საუბარი და ზუსტად ისეთი ადამიანების პოზიციის მოსმენა, ვინც წლებია ამ თემაზე მუშაობთ და ვზრუნავთ იმაზე, რომ საზოგადოებამ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. რაც შეეხება ამ რაოდენობას, გეთანხმებით, რომ 54,000 დანაშაული იქნა ჩადენილი 2024 წელს და წლების განმავლობაში ეს რიცხვი, რაც დაასახელეთ 10,000 მსჯავრდებული ყავს, თავისუფლება აღკვეთილი. დავამატებ ამას, რომ 20,000-მდე პრობაციონერი ყავს და ეს რიცხვიც ფაქტობრივად ერთნაირია წლების განმავლობაში და ცხადია ეს არის სავალალო ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. საერთაშორისო გამოცდილებას თუ მოვიშველებთ, მაგალითად 100,000 მოსახლეზე სკანდინავიის ქვეყნებში მოდის 100-105 პატიმარი, თავისუფლება აღკვეთილი პირი. როდესაც ჩვენთან 100,000 მოსახლეზე სადღაც 300-მდე პატიმარი ყავს. და ზუსტად აი ამ ადამიანების რიცხვი თავისუფლების აღკვეთა და შემდეგ ამ ადამიანების გათავისუფლების პროცესი უნდა იყოს თამდევი დანაშაულის პრევენციის იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ადამიანს თავისუფლებას უყვეთავ, შენ უნდა იზრუნო იმაზე, რომ იქვე მოხდეს დაწესებულებაში, ვთქვათ, რესოციალიზაცია, რეაბილიტაციაზე ზრუნვა და შემდეგ ის რო გამოვა, უვნებლად უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას. და რამდენად შეუძლია დღევანდელი რესურსით სახელმწიფო
სახელმწიფოს ამის გაკეთება ალბათ ვიმსჯელებთ ჩვენ შემდგომში ამ თემაზე, თუმცა ნამდვილად არ არის პატარა რიცხვი და არის ყურადღება მისაქცევი, როგორც იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. მკვეთრი ცვლილება, დინამიკა ხო არ გახსენდებათ ამ რიცხვის. ან შეიძლება ითქვას, რომ რაღაც გაყინული მაჩვენებელია, მცირედი ზრდით და კლებით. 2013 წელს მოხდა მკვეთრი ცვლილება, როდესაც 30,000 პროფესიონერი ყავდა, ასევე მაღალი რიცხვი იყო პატიმრების დაწესებულებებში და ზუსტად ამინისტიის შედეგად გათავისუფლდნენ ეს ადამიანები, თუმცა მაშინაც არ მომხდარა გათავისუფლება ამ ადამიანების ისე რომ ჯერ ეს ადამიანები პატიმრები მოემზადებინათ თავისუფლებისთვის და შემდეგ საზოგადოება ყოფილიყო პატიმრების აი ამ ადამიანების მისაღებად და ამ ადამიანების აი რესოციალიზაციის ხელშესაწყობად და არ გულისხმობს საზოგადოებაში თქვათ მოქალაქეებს არამედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ სპეციალისტებს რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ მაშინაც ნებისმიერი აი ესეთი მკვეთრი და დიდი ოდენობით გათავისუფლება ადამიანების უნდა ეფუძნებოდეს რაციონალურ გადაწყვეტილებას, შეფასებას და მომზადებას მსჯავრდებულების, რომ ისინი გათავისუფლდნენ და იყვნენ საზოგადოებაში რეაბილიტირებულები. თქვენ ახსენეთ, რომ აი პატიმრების რაოდენობა და დანაშაულის მაჩვენებელი თითქოს რაღაც გაყინული რიცხვია და ძალიან უმნიშვნელოდ შეიძლება წლების განმავლობაში იყოს მისი დინამიკა, ხო, უმნიშვნელოდ ზრდა ან კლება. აი რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მშრალი რიცხვები? აი მორეტა თქვენ შეგიძლიათ რომ გვიპასუხოთ ეს რაღაცნაირად ასე ვთქვათ კლება პატიმრების რაოდენობის მხოლოდ პოლიტიკურ მოვლენებთან კავშირში, როცა შეიცვალა ხელისუფლება და იყო საყოველთაო ამნისტია, მხოლოდ ამ გამონაკლის როცა ხედავთ და სინამდვილეში წლების განმავლობაში დინამიკა ფაქტობრივად არ იცვლება. ეს რას შეიძლება ნიშნავდეს? შეგვიძლია თუ არა აი უხეშად რომ თქვათ, რომ დანაშაულის პრევენციის მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგიები ეფექტიანი არ აღმოჩნდა. რაღაცას ვერ ვაკეთებთ სწორად, მოკლედ. მადლობა, ძალიან სწორად დასმული შეკითხვა. აქ აქცენტს ვაკეთებთ სკოლამდელ განათლებაზე, საშუალო განათლებაზე და უმაღლეს განათლებაზე, მაგრამ ეს განათლება უნდა იყოს ხარისხიანი და ხარისხში იგულისხმება ის, რომ ჩვენ ბავშვი არ მიყვავს მაინც და მაინც კერძო სკოლაში, რომელიც დღევანდელობაში ასოცირდება ხარისხიანი განათლების მიცემასთან, ხო? არამედ მიყვავს უახლოეს უბანში, სადაც ვცხოვრობთ, რომ დასახლებული პუნქტი მოწყობილი იყოს და ხელმისაწვდომი იყოს განათლების სხვადასხვა საშუალებებით, გულისხმობ ბაღებს, გულისხმობ სკოლებს და ეს სკოლები და ბაღები აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი აქტივობებისთვის, როგორიც არის ცურვა, როგორიც არის ტენისი, როგორიც არის ფეხბურთის თამაში, ხო? თუ ჩვენ გადავხედავთ დღევანდელ საჯარო სკოლებს, ნახავთ, რომ არსად ხელმისაწვდომი არ არის ასეთი უფასო და საზოგადოებრივი სერვისი. უფასოსაც მინდა ხაზი გაუსვა, ხშირად ამას ულტრამემარჯვენეები სხვაგვარად იგებენ. არც ერთი სერვისი ჩვენ რასაც ვიღებთ სახელმწიფოსგან უფასო არ არის. რეალურად ეს არის ჩვენი გადასახადებიდან შეგროვილი ფული და ამას არავინ არ იღებს თავისი კონკრეტული ჯიბიდან ან კონკრეტული ანგარიშებიდან და ბიზნესიდან. ხო, ეს ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ მოახერხოს ჩვენი მოტყუება საჯარო სკოლაში თუ აუს გახსნიან ან საფეხბურთო მოედანი იქნება ხელმისაწვდომი, რომ ამას ვინმე გჩუქნის. ეს არის ჩვენი გადასახადებით გადახდილი თანხები. რაც შეეხება პრევენციაზე მუშაობას, ჩვენ სკოლებში გვყავს ასევე მანდატურები, გვყავს რომლებიც შემდეგ რეფერირებას აკეთებენ ფსიქოლოგებთან, მაგრამ მხოლოდ მანდატური ვერ უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, დანაშაულის პრევენციაზე მუშაობას, ხო? თუმცა მანდატურმა შეუძლია ნიშნები გამოკვეთოს წინასწარ და ამის შემდეგ შემოდის ასევე მართლწესრიგის ოფიცრის როლი, რომელიც პოლიციის განყოფილებებში პროექტად შემოვიდა, თუ სწორად მახსოვს 2019 წელს, შეიძლება წელში ვცდებოდე, მაგრამ ასეთი იდეა იყო, რომ გაჩენილიყო მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებიც წყვილში ივლიდნენ უბნებში და დააკვირდებოდნენ
მოსახლეობის ქცევას. ეს რა თქმა უნდა კონტროლს და მონიტორინგს არ გულისხმობდა, ეს გულისხმობდა უბრალოდ ადგილობრივ ტერიტორიულ ერთეულებში ადამიანების გაცნობას, სკოლების მიმდებარედ მოზარდების ქცევას, ხშირად შეგიმჩნევიათ ალბათ იქნება ეს ალკოჰოლის მოხმარება თუ ადგილობრივ აფთიაქებში სხვადასხვა ტიპის გამაბრუებელი საშუალებების შეძენა. აი ასეთი ინფორმაციის შეგროვების შედეგად მარწესრიგის ოფიცერს წესით სოციალურ მუშაკთან და მულტიდისციპლინურ ჯგუფთან ერთად უნდა დაეგეგმა სტრატეგიები, რომლებიც დანაშაულის არ ჩადენაზე, ანუ დანაშაულის აღმოფხრაზე იმუშავებდა და ეს არის სწორედ პრევენცია, ხო? თუ თქვათ ეს სიტყვა ცოტა ეუცხოება ჩვენს მსმენელს, პრევენციის განმარტება სწორედ ეს არის, რომ დანაშაული არ ჩაიდინოს ადამიანმა და არა დანაშაულს რომ ჩაიდენს შემდეგი რეაგირება, ხო? აქ ასევე შესაძლებელია შემოვიყვანოთ მშობლების, ზოგადად დასაქმების ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში, როგორ გვიწყობს სახელმწიფო ხელს დასაქმებულები ვიყოთ და რა დროს ვატარებთ სამსახურში და რა დროს ვატარებთ ჩვენ შვილებთან, ხო? შესაბამისად, შრომის კოდექსიც მოსაწესრიგებელია და დიახ, შრომის კულტურასაც ძალიან დიდი როლი აქვს დანაშაულის პრევენციაში. რა იგულისხმება ამაში, ხო? როდესაც მშობელი დილის 7 საათზე გადის სახლიდან და შემოდის ღამის 10 საათზე, შეუძლებელია ის სრულფასოვნად იყოს ჩართული მოზარდი იქნება თუ სკოლამდელი აღზრდის ასაკის ადამიანის ცხოვრებაში, ხო? ამიტომ მშობელს გამორჩება ხოლმე, შესაძლოა გამორჩეს ის პრობლემები, რომლის წინაშეც შვილები დგანან და ვერ გაუმკლავდეს დროულად, იქნება ეს ლუდომანია, თქვა თამაშისკენ მიდრეკილება, რაც უდიდესი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში თუ სხვადასხვა ისეთი აქტივობებით დაკავება, რაც წინაპირობაა დანაშაულის ჩადენის. მორეტა თქვენი საუბრიდან როგორც მივხვდი, შეეხეთ ფართო სფეროებს, როგორც არის ეკონომიკა, განათლება, შრომის უფლებები, დასაქმების პრობლემა. გამოდის, რომ ეს არ არის მიბმული მხოლოდ იმ მაგალითად სახელმწიფოს სიპებზე, ან დანაშაულის პრევენციაზე არ არის პასუხისმგებელი მხოლოდ ის სიპები, მაგალითად, რომელთა დასახელებაში გვესმის, ხო, მხოლოდ დანაშაულის პრევენცია. ანუ შეიძლება ეს იყოს ფართო საზრუნავი, როგორც თქვათ, ეკონომიკური გუნდის როგორც განათლების გუნდის, ისევ თქვათ შრომის უფლებებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების. უდავოდ კი ძალიან სწორი შეჯამება იყო, ასე ვთქვათ, ჩემი ათქვამის და მოვიყვანდი, აქ გავიხსენებ ჰოლანდიის მერის მაგალითს, ძალიან კარგად მახსოვს, გვიზიარებდნენ ჰოლანდიელი კოლეგები, როგორ იყვნენ მაგალითად ოჯახში ძალადობის პრევენციაში ჩართული და ქალაქის მერი, ერთ-ერთი ქალაქის მერი უშუალოდ იყო პასუხისმგებელი აღსრულებაზე, ანუ მას შემდეგ რაც სასამართლო გამოიტანდა განაჩენს, უშუალოდ ქალაქის მერთან იყო მიბმული მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელსაც საუბრობდი, ხო? ანუ რას ნიშნავს ეს? იმას, რომ მაღალი თანამდებობის პირი, ანუ მუნიციპალიტეტის მერი დაინტერესებულია მის ტერიტორიულ ერთეულზე, რომ ადამიანები უსაფრთხოდ, მშვიდობიანად და კარგად ვითარდებოდნენ, ხო? შესაბამისად, აქ შემოდის უკვე მუნიციპალური სამსახურების სხვადასხვა სერვისების მიწოდების შესაძლებლობა, ხო? სად დავასაქმოთ ადამიანი, სად შეგვიძლია მისი მიბმა, აი სახელმწიფო სტრუქტურები ხშირად უარს ამბობენ, ხო? დამნაშავეს ყოფილი დამნაშავის ან ასეთი იარლიყის მქონე ადამიანის ან კანონთა კონფლიქტში მყოფი ადამიანის დასაქმებაზე, ხო? შესაბამისად, თვითონ მერი იღებს ვალდებულებას, რომ როგორც მონიტორინგი განახორციელოს, ასევე დაასაქმოს ეს ადამიანები და ზოგადად იცნობდეს სურათს თუ რა ხდება მის ტერიტორიულ ერთეულში. ეს რას აძლევს მათ და რატო იქცევიან ასე? აძლევს სწორი სტრატეგიების ჩამოყალიბების შესაძლებლობას, ხო? შენი სახელმძღვანელო პრინციპი თუ მხოლოდ ოცნებაა და არა სტატისტიკა, მაშინ შენ აუცილებლად დაუშვებ შეცდომას. მორეტა მახსენა, რომ მხოლოდ სახელმწიფო უწყებები და რაღაც სიპები, მოკლედ არ უნდა იყვნენ და არც არიან ვალდებულნი, რომ იზრუნონ დანაშაულის პრევენციაზე და ეს რაღაც უფრო ფართო ცნება არის. თქვენ მინდა რომ აგვიხსნათ, როცა ვამბობთ, რომ დანაშაულის რიცხვი არ იცვლება, პატიმართა რიცხვი არ იცვლება, აი ყველა რგოლს რომ შევეხოთ და მსმენელმა გაიგოს, ვის უნდა მოვთხოვოთ, მოკლედ ამაზე პასუხი, ვინ ვერაკეთებს თავის საქმეს კარგად და იმიტომ რომ აი მარტო პრობლემაზე ხო არ საუბრობთ, გვინდა რომ წარმოვიდგინოთ აი უკეთესი ქვეყნის შემთხვევაში და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, რომელმა უწყებამ რა უნდა გააკეთოს პრევენციისთვის.
ცოტა შორიდან უპასუხებ თქვენ კითხვას, ზოგადად, როდესაც კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანი ფასდება, ფსიქოლოგებიც, სოციალური მუშაკებიც, მეცნიერებიც, მკვლევარებიც 21 საუკუნეში თანხმდებიან, რომ დანაშაულის ჩადენას არ იწვევს ერთი ფაქტორი. ეს არის სამი ძირითადი ფაქტორი. ფსიქოლოგიური, სოციალური და ბიოლოგიური. და ძირითადად აი ამ ვთქვათ კანონთან კონფლიქტს ან კანონთან კონტაქტს იწვევს ზუსტად ეს ფაქტორები. ცოტა ფართოდ თუ შევხედავთ, ჩვენ დღეს, რაზეც მორეტამ ძალიან კარგად ისაუბრა, რაღაცებს ვაკეთებთ როგორც ქვეყანა, თუმცა ეს გაკეთებული საქმეები არის ფრაგმენტული და არ არის საერთო, აი ესეთი გეშტალტში დანახული. აი იმ პრიზმიდან დანახული, რომ აი ამ ყველაფერს უნდა მივდგეთ ერთიანად და რას გულისხმობ. დანაშაულის პრევენციას პირველ რიგში ჭირდება სახელმწიფო სტრატეგია. ანუ პოლიტიკა და ხედვა, რომ მე თუ წელიწადში მაქვს აი ესეთი რაოდენობა დანაშაულების ჩადენის. თუ 10,000, 11,000 პატიმარი მყავს პენიტენციურ დაწესებულებაში, 20,000 პრობაციონერი მყავს წლის განმავლობაში. რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს რიცხვი შეიცვალოს და იკლოს ამ მაჩვენებელმა. შემდეგი არის სკოლა და განათლების სისტემები, სადაც უნდა ხდებოდეს ერთის მხრივ, როგორც მოქალაქის აღზრდა და გაზრდა და არა მხოლოდ გარკვეული ტექსტების დაზეპირება და მეორე სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ ჩვენ წლები ვმუშაობდით ბავშვებთან და აი ზოგიერთმა ბავშვმა არ იცის მაგალითად ტელეფონს რო იპოვის და აიღებს და არ ჩააბარებს და არ მიიტანს, ვთქვათ, პოლიციის განყოფილებაში, ეს რომ არის დანაშაული. ბავშვებმა არ იციან, მაგალითად, Facebook-თან თუ არ ვიცი, სადღაც მივიდა და თანხა დახვდა იქ და აიღო და ჩაიდო ჯიბეში, რომ ეს არის დანაშაული და ესეთი ბავშვები ჩვენ ყოლია. ზუსტად განრიდების პროგრამაში ხა პენიტენციურ დაწესებულებაში ესეთ ბავშვებს მადლობა ღმერთს აღარ უშვებთ, თუმცა ყოლია და ამ ბავშვს რო ცოდნოდა, რომ ეს არის ზუსტად დანაშაული და სისხლის სამართლის დანაშაული, თან ცხადია ეს ბავშვები ამ ქმედებას მაღალი ალბათობით არ ჩაიდენდნენ და ზუსტად ამაზე უნდა იმუშაოს სკოლამ და განათლების სისტემამ. რა არის ზოგადად დანაშაული, რა არის ვთქვათ აი სამართლებრივი საკითხები, რაზეც როგორც მოქალაქეს პატარა სტუდიის პასუხისგებლობა ეკისრება. შემდეგი არის მუნიციპალიტეტები, ანუ მუნიციპალიტეტები და იქ დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან თემის გამოწვევები, საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის, მოწყვლადი ჯგუფები, თქვათ, შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, ეთნიკურად, თქვათ, არაქართველი მოსახლეობა სადაც ცხოვრობს, რა პრობლემები აქვთ ამ ადამიანებს და რაზე უნდა იმუშაონ და ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ ჩართული სპეციალისტები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც წლებია ამ მიმართულებით მუშაობენ და აი ეს ყველა რგოლი თუ ერთად შეიკრება, თუ სტრატეგიაში ეწერება, ვის რა ფუნქცია აქვს და ვინ რას აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვობიდან დავიწყოთ ბავშვზე რა პასუხისგებლობა ეკისრება ყველას, იმიტომ რომ მარტო ოჯახი არ არის ბავშვზე მზრუნველი. ბავშვზე მზრუნველი არის პირველ რიგში სახელმწიფო და ზუსტად სახელმწიფოს ვალდებულება არის აი ამ ყველა რგოლის გაერთიანება და პრევენციაზე ზრუნვა. ხომ ყავს მაგალითად სოციმუშაკები და ფსიქოლოგები მერიებში, ყავს ფსიქოლოგები სკოლებში და ბიუჯეტიდან ვუხდით ამ ხალხს ფულს და ეს კადრი რეალურად არსებობს. თქვენ როცა ამბობთ, რომ ეს უნდა ხდებოდეს, რაც ნიშნავს, რომ არ ხდება. ანუ რას გულისხმობთ? ანუ ამ მოცემულობით ეს არ არის საკმარისი, ეფექტიანად ვერ მუშაობენ თქვენი დაკვირვებით თუ რატომ ამბობთ ამას? კარგია, რომ სოციალური მუშაკები ყავს, იმიტომ რომ ეს არის საქმიანობა, რომელიც აძლიერებს ოჯახებს და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კანონიც გვაქვს სოციალური მუშაობის შესახებ და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ამ კანონის მიღებაში, დამტკიცებაში, იმპლემენტაციაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არასოდეს არ არის საკმარისი სპეციალისტები, სოციალური მუშაკები იმისთვის, რომ ყველა იმ სეგმენტთან, ვინც დავასახელე, სათანადოდ იმუშაოს. როდესაც მაგალითად
ჩემ სისტემაზე, სადაც მუშაობდი, იმაზე ვისაუბრებ, 20,000 პრობაციონერი არის და სისტემაში დასაქმებულია 50 სოციალური მუშაკი და ამ სოციალურ მუშაკებს უწევთ ბავშვებთანაც მუშაობას, დასრულებთანაც დამეთანხმებით, რომ ძალიან ცოტა სულ არარაობას ნამდვილად სჯობია, რომ იყვნენ, მაგრამ აუცილებელია ამ რაოდენობის ზრდა და ამის იმიტო გაკეთება კი არა, რომ რაღაცა მოვნიშნოთ, არამედ რეალურად დავინახოთ ამ ადამიანების საჭიროება, აი იმ მოწყვლად ჯგუფებთან თუ იმ ადამიანებთან, რომელთანაც უწევთ შეხება. იგივე არის სკოლებში. ფსიქოლოგებიც არიან და სოციალური მუშაკები და ძალიან დიდი პატივისცემა ყველას ჩემგან, თუმცა არ არის საკმარისი სკოლებთან მიმართებით იმ სპეციალისტების რაოდენობას ვთქვათ, მანდატური სამსახურის ფსიქოსოციალურ ცენტრს აქვს დღეს. და არც პრობაციის, არც ზრუნვის და არც ერთ სისტემაში არ არის სათანადო რაოდენობა სპეციალისტების და ესეც აქაც მაინც სახელმწიფოსთან მივდივართ, იმიტომ რომ თუ არის ვთქვათ საჭიროება და კადრი არ არის, ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ დაინტერესოს სტუდენტი, რომელიც დღეს სწავლობს მაგალითად ფსიქოლოგიას ან სოციალურ მუშაობას, რომ წავიდეს მესტიაში და იმუშაოს. უნდა გააკეთოს ეს სახელმწიფომ და ამას თვითონ ეს ადამიანები ვერ იზამენ, ხო? უნდა გადაუხადოს ქირა, უნდა კონდეს ბენეფიტი, უნდა მისცეს რაღაც დამატებითი ანაზღაურება და ამაზე ჩვენ სულ საუბრობდით და გამოცდილებასაც გვიზიარებდნენ ჩვენი ექსპერტები, თუმცა დღემდე ვერ მოხდა ეს სამწუხაროდ. სკოლაში მაგალითად ფსიქოლოგის არსებობა გულისხმობს იმას, რომ ადრეულ ასაკშივე ხდება რთული ქცევის ბავშვის იდენტიფიცირება. ოღონდ აქ მინდა მკვეთრად გავმიჯნოთ სტიგმატიზაცია და იდენტიფიცირება. ანუ აღმოაჩენს შეიძლება რაღაც მოუსვენრობას, ჰიპერაქტიობის სინდრომი შეიძლება იყოს, შეიძლება აუტისტური სპექტრი, ანუ ბევრი რამ შეიძლება იყოს, ან ქცევითი აშლილობა იყოს, რასაც ამჩნევს ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი და რეკომენდაციას უწევს მშობელს, რომ აი ბავშვთან იკვეთება ეს და მოდი ამას აი ესე, ну თქვათ, ჩავერთოთ და მივაქციოთ ბავშვს ყურადღება. აი მაგალითად ბავშვი, რომელიც ვერ ისვენებს გაკვეთილზე, რა ხდება ტიპურად რა ხდება, ხო? მასწავლებელი მუდმივად აძლევს შენიშვნას, შემდეგ თუ ეს ბავშვი არ ჩერდება, გადასვავს უკანა მერხზე, იქაც თუ არ ჩერდება, რას აკეთებს? უშვებს კლასიდან. როდესაც შეიძლება ამ ბავშვს შეიძლება რაიმე დიაგნოზი აქვს, ან უბრალოდ არ შეუძლია გაჩერება და შეუძლია უთხრას, რომ მოდი, სანამ გაკვეთილი დასრულდება, დადექი ფეხზე. და ისე მოგვისმინე, იმიტომ რომ შენი ყოფნა აქ მნიშვნელოვანია. ამ ბავშვებს უნდა კონდეთ განცდა, რომ პედაგოგისთვის, ფსიქოლოგისთვის, სკოლისთვის, ოჯახისთვის, სახელმწიფოსთვის არიან მნიშვნელოვანი, რაც სამწუხაროდ ბავშვებს აკლიათ ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვნების განცდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითეული ჩვენგანისთვის, ზრდასრული ადამიანებისთვის და მით უმეტეს ბავშვებისთვის. და ფსიქოლოგი ზუსტად ამას უნდა აკეთებდეს, თუმცა თუ სკოლას ერთი ფსიქოლოგი ყავს, ან სამ სკოლას ერთი ფსიქოლოგი ყავს, 4 სკოლას ერთი სოციალური მუშაკი ყავს, ამის იდენტიფიცირება სკოლაში ფაქტობრივად არის შეუძლებელი, თუ მასწავლებელი არ არის ამისთვის მომზადებული. დანაშაულის პრევენციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვს, რასაც ვასწავლით, იმას ხედავდეს გარშემო. იმიტომ რომ თუ ბავშვს ვასწავლით, რომ კითხვა კარგია, მაშინ ჩვენც უნდა ვიკითხოთ, რომ მან დაინახოს, რომ წიგნი კარგია. იგივე არ თუ ბავშვს ვეუბნებით, რომ ვინმეს, როდესაც ფიზიკურად ეხებიან ეს ცუდია, ამის გამო უნდა ისჯებოდნენ მის გარშემო ადამიანები, რომლებიც ამ ქცევას ახორციელებენ. მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, როდესაც ჩვენ ვხედავთ მედიაში, ან სადღაც ქუჩაში, რომ
ადამიანებმა, რომლებმაც სისტემებმა, რომლებმაც უნდა დაიცვან ადამიანები, აქეთ ძალადობენ ადამიანებზე და ფაქტობრივად დაუსჯელი არ არის მათგან არავინ და ეს იციან ბავშვებმა, ჩვენ გონია რომ არ უსმენენ, ვთქვათ, ტელევიზორს, არ უყურებენ, ჩვენ არ გვისმენენ და სადღაც თამაშობენ, სადღაც კომპიუტერს, ვთქვათ, თამაშებში არიან ჩაფლული ან ტელეფონს სკროლავენ, ეს ასე არ არის, ბავშვები ისმენენ ამ ყველაფერს, უყურებენ და ზუსტად ეს არის, რომ შემდეგ ისინი იმეორებენ ამ ქცევას. ბავშვს, რომელსაც არ მოწონს მოძალადი მამის ქცევა, არასოდეს არ მოწონთ ბავშვებს მშობლების ქცევა, მაგრამ როდესაც მათ შანსი მიეცემათ, რომ დაიმკვიდრონ თავი, როდესაც შანსი მიეცემათ, რომ რაღაც ჭირდებათ და მარტივად მოიპოვონ, იმეორებენ მოძალადე მშობლის ქცევას. ფაქტობრივად იმეორებენ, იმიტომ რომ მათ სხვანაირი როლი არ შესთავაზა მშობელმა. იმეორებენ იმ ქცევას, რომელსაც დღეს საზოგადოება მათ აჩვენებს, იმიტომ რომ მათ სხვა როლი საზოგადოებაში არ იციან და ეს არის სავალალო დღეს რაც ხდება ზუსტად, იმიტომ რომ ყოველდღიურად ეს არ არის თვეში ერთხელ ორ თვეში, ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობას და ვერ ვხედავთ დასჯილ ადამიანებს, ვინც აი ამ ქმედებებს ახორციელებენ. კი ბატონო, დაუსჯელობის სინდრომი, რასაც ესე ხშირად ახსენებენ ჩვენ საზოგადოებაში, ფაქტობრივად ამაზე საუბრობთ, რომ ესეც ერთგვარად შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქცევის ახალისება. აი პოლიციელებს რა როლი შეიძლება ჰქონდეთ ამაში? მორეტა თქვენ წეგან საუბრობდით მართლწესრიგის ოფიცერზე, რომელიც თლად თავის გაგებით არ იყო პოლიციელი, ხო? ანუ ტერმინიც ასეთი, მაშინ არ იყო მოფიქრებული და ეს იყო რაღაც მეგობარი ერთგვარად უბნებში, სოფლებში, ვისაც ახლო ურთიერთობის შედეგად უნდა დაედგინა, ვინ შეიძლება იყო პოტენციურად დამნაშავე. არ ვიცი ეს ტერმინი რამდენად გამართლებულია, მაგრამ რთული ქცევის მოკლედ ბავშვი თუ მოზარდი. მაგრამ კანონთან კონფლიქტში მყოფი. კი ბატონო. მაგრამ რა როლი აქვთ პოლიციელებს, ხო? აი ალბათ პირველი პოლიციელი ახსენდებათ, როცა სიტყვა დანაშაული ესმით, ხო? ასოციაციურად. აი რა უნდა გააკეთოს პოლიციელმა, რომელიც აი რეგიონებში, პატარა დასახლებებში რა უნდა იცოდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს დანაშაული. აი წინსწრებით როგორ უნდა აღკვეთოს მოკლედ. მართლწესრიგის ოფიცერს დავარქმევდი თანამედროვე კუკარაჩას, უბრალოდ 21 საუკუნის კუკარაჩას, აი ვისაც ნანახი აქვს ეს ფილმი და დარწმუნებული ვარ უმრავლესობა ჩვენი მოსახლეობის იცის ეს ფილმი. ადამიანი, რომელიც არკვევს რა ხდება მოზარდებში, რომ დროულად მოახდინოს ცუდი ქცევის, ან არასწორი ქცევის, ან რთული ქცევის იდენტიფიცირება და შემდეგ ამის გამოსწორება მანამ სანამ დანაშაულს ჩაიდენს. ხო, ეს არ არის ბოდიში რაღაც არასწორად რომ არ გაიგონ, ხო, ეს არ არის რაღაცა, რასაც მიჩვეულები ვართ, თვალთვალი, რაღაცა მაკონტროლებელი, ჩასაფრებული, ეს არის ადამიანებთან დამეგობრებული, უბრალოდ სახელმწიფოს წარმომადგენელი, ხო? მართლწესრიგის ოფიცერი სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა, რომ ის ყოფილიყო მოსახლეობის, ადგილობრივი მოსახლეობის მეგობარი, ასე ვთქვათ, ხო? და რას ნიშნავს ეს? ახლა როგორ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელთან პირდაპირ იმეგობრო, რა თქმა უნდა, ამას უტრირებულად ვამბობ, მაგრამ იდეა იყო ის, რომ მართლწესრიგის ოფიცერს მოეძიებია ინფორმაცია დაკვირვების მეშვეობით, ანუ რა ხდება სკოლებთან, რა ხდება, ვთქვათ, ადგილობრივ აფთიაქებში თუ სლოტ კლუბებში მათ შორის, ხო? რამდენად იყენ, ძალიან ბევრი სათამაშო კლუბია და სათამაშო დაწესებულება სამწუხაროდ ჩვენს ქალაქებში და ამის მეთვალყურეობად შეუძლია, ხო, რამდენად ხშირად შედის სკოლის მოსწავლე, თქვათ, არასრულწლოვანი პირი რამდენჯერ ყიდულობს, იქნება ეს ალკოჰოლი უბნის მაღაზიაში თუ სიგარეტი და ასე შემდეგ და აი ამ ინფორმაციის გაანალიზება უნდა მოხდეს ზუსტად პოლიციის განყოფილებაში, ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში და არა მანიპულირება ამ ინფორმაციით. გავუსმევ კიდევ ერთხელ ხაზს. ძალიან ბევრჯერ რას საკვირველია მე დადასტურებულ ფაქტებზე დღეს არ ვისაუბრებ და ვერც ვისაუბრებ, ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ხშირად ხდება იმ მოზარდებზე მანიპულირება, ზრდასრულებზე მანიპულირებაც, მათ შორის მას შემდეგ რაც გაირკვევა ამა თუ იმ წყაროებით სხვადასხვა არასასურველი ქცევის შესახებ, ხო? ეს ასე არ მართლწესრიგის ოფიცრის საქმიანობა
განსხვავება ეს არ არის. და პოლიციის როლი, რაც აქამდე დიდად ამაზე არ ვისაუბრეთ, წამყვანია პოლიციის როლი აქ და ჩვენ გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის საკმაოდ რესურსული, ვიტყოდი, თუმცა არა საკმარისად და ამაში არ გულისხმობ პოლიციელების რაოდენობას ან საპოლიციო მანქანების რაოდენობას. ამაში გულისხმობ ხშირად ტექნიკას. ძალიან ბევრჯერ გვსმენია, ხო, რომ სამხრე კამერა არ იყო ჩართული, განადგურებულია ჩანაწერები, რადგან გამოსული იყო წყობიდან ესა თუ ის ჩამწერი მოწყობილობა, ხო? 21 საუკუნეში, სადაც ყველას გვაქვს შესაძლებლობა გამართული ტექნიკა გვეჭიროს ხელში, ასევე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება, რომ გამართული ტექნიკით იყოს აღჭურვილი ყველა საპოლიციო განყოფილება, საპოლიციო მანქანა თუ პოლიციელი. აქ ასევე ტექნიკის გარდა შემოდის გადამზადება და არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ანუ პოლიციის აკადემიას, ხო? პოლიციის აკადემიამ გაიარა რამდენიმე რეფორმა და რამდენიმე სამოქმედო გეგმა და სტრატეგია ჰქონდა, თუმცა როგორც დღეს ვხედავთ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან პოლიციელები ადვილად მანიპულირებადი არიან და ისინი მოქალაქეებს კი არ გვემსახურებიან, არამედ კონკრეტულ მმართველ გუნდს, რაც არის უდიდესი შეცდომა. ამ ისტორიულ მეხსიერებას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ დამოუკიდებელი, თავისუფალი, მიუკერძოებელი სახელმწიფო სტრუქტურის თუ მოხელის ხატი, რომელიც აუცილებლად შექმნილია, გვაქვს ჩვენ ამის პრეცედენტები და დარწმუნებული ვარ, დღესაც არსებობენ სისტემაში უამრავი კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც თუნდაც სამაშველო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას ან გულგრილად არ ჩაულიან იმ ინციდენტს, როდესაც მამაკაცი ქალს სცემს და ასე შემდეგ, ხომ? შესაბამისად, პოლიციელზე და ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროზე დანაშაულის პრევენციის ჩამოშორება დანაშაული იქნებოდა ჩემი მხრიდან, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს უნდა იყოს რესურსებით დახუნძლული სტრუქტურა და არა მხოლოდ თვალ-თვალს მონიტორინგს და უამრავი სათვალთვალო კამერის შეძენას ემსახურებოდეს, რომელიც დღეს ყველა კუთხეშია, განსაკუთრებით თბილისში, ფილარმონიასთან როცა მიწევს გაჩერება, ფაქტობრივად აი ბოლომდე შევიგრძნობ ამ სიტყვებს, რომ დიდი ძმა გიყურებს, Big Brother is watching you, ხო? იმიტომ რომ დაახლოებით 11 კამერა დგას. მხოლოდ კამერებით უსაფრთხოებას და დანაშაულის არ ჩადენას ვერ უზრუნველყოფ. ეს უნდა უზრუნველყო, როგორც ვთქვი, გადამზადებით ადამიანი და ბავშვი ცენტრში და მის გარშემო ყველაფერი. სწორედ ამას გვასწავლიდნენ ევროპელი და ამერიკელი მეგობრები, ხომ? დანაშაულის პრევენციაში არ შემიძლია არ შემოვიყვანო მოსამართლე, როგორც მართლმსაჯულების რგოლის ფაქტობრივად ფუნდამენტი და რას გულისხმობ ამაში? გულისხმობ იმას, რომ კანონშემოქმედებაში მოსამართლე საერთოდ არ მონაწილეობს. ან მე არ მაქვს ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია და თქვენ თუ გახსენდებათ, ან კომენტარებში შეუძლიათ მერე დაგვიწერონ, თუ ახსენდებათ, რომ რომელიმე მოსამართლე მისული იყოს მოსამართლეთა კონფერენციაზე და ეთქვას, რომ იცით რა, სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლი არ მუშაობს, იმიტომ რომ ეს მუხლი 7-ჯერ მივუსაჯე ერთი და იგივე ადამიანს. რას ნიშნავს ეს? ანუ არ ეშინია კონკრეტული სასჯელის. ერთი და იგივე ადამიანი, ერთი და იგივე მუხლით გასამართლდა რამდენჯერმე ჩვენ, როგორც მოსახლეობამ და სახელმწიფომ ბიუჯეტმა დავხარჯეთ თანხები, როგორც მის დაკავებაზე, ასევე მის გასამართლებაზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ხო, სასამართლოში მიყვანა პატიმრის, ანუ ბადრაგირება, საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში აქვს სასამართლო, უნდა მოხდეს მისი ტრანსპორტირება, თან უსაფრთხო ტრანსპორტირება, რაც გულისხმობს როგორც ადამიანურ, ისე ტექნიკურ რესურსებს. შესაბამისად, და არა მხოლოდ დაკავებისას, არამედ გასამართლებისას და მერე სასჯელის აღსრულებისას ჩვენ დავხარჯეთ უამრავი თანხა, უამრავი რესურსი, უამრავი დრო.
და რა გამოდის, რა მივიღეთ შედეგად, რომ პრობლემა დროებით მოვაგვარეთ. ანუ თუ ის ადამიანი იყო საფრთხის მატარებელი საზოგადოებისთვის, მხოლოდ დროებით განვარიდეთ საზოგადოებას და ვერ მოვახდინეთ მისი რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია ისე, რომ ის გამხდარიყო სრულფასოვანი წევრი საზოგადოების. და ვინ უყურებს უპირველესად ამას? უყურებს მოსამართლე, ხო, რომელთანაც ერთი და იგივე პირი 10 წლის მანძილზე მიდის რამდენჯერმე. შესაბამისად, მოსამართლეები მანამ სანამ მანტიას მოისხამენ, აუცილებლად უნდა მივიდნენ სასჯელახსრულების დაწესებულებაში და არ მეგულება ქართველი მოსამართლე, რომელიც მანამ სანამ სასჯელახსრულებაში გააგზავნის პირს, მოენახულებინოს ჩვენი პენიტენციური დაწესებულებები. არც ერთ ციხეში ისინი ნამყოფი არ არიან, თამამად შემიძლია თქვა, თუ მოსამართლეებიც ჩაერთვებიან კანონშემოქმედებით საქმიანობაში, უფრო ჰუმანური და უფრო პროპორციული სასჯელები გვექნება, ვიდრე დღეს გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ დანაშაულის პრევენციასაც სწორად მოვახდენთ, ადამიანების უსაფრთხოებასაც უკეთესად დავიცავთ და ეკონომიკასაც შევუმსუბუქებთ იმ ტვირთს, რასაც დანაშაულის აღსრულება და მასთან დაკავშირებული ტექნიკური თუ ადამიანური რესურსი მოითხოვს. თქვენ თქვით, რომ მოსამართლეები უფრო ნაკლებად გამოიყენებდნენ საპატიმრო სასჯელს და ეს რაღაცნაირად დაუკავშირეთ დანაშაულის პრევენციას. ანუ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ადამიანი, რომელიც ხვდება სასჯელახსრულების დაწესებულებაში, უკვე ერთხელ დაერქმევა პატიმარი, ეს რაღაცნაირად არის რისკ ფაქტორი იმის, რომ გამოვა ციხიდან უფრო მიდრეკილი იქნება ისევ დანაშაულებრივი ქცევისკენ. აი ეს რამდენად სწორია ასე ფიქრი და თუ თქვათ მოხდა ისე რომ მიუსაჯეს პატიმრობა ადამიანს, ციხეში როგორ უნდა მოექცნენ მას, რომ რაღაცნაირად დაზღვეული იყოს მისი გათავისუფლების შემდეგ განმეორებითი დანაშაულის ჩადენა. მადლობა, საინტერესო შეკითხვა და კარგად გადაება, ასე ვთქვათ, მოსამართლეების როლს დანაშაულის პრევენციაში, თუმცა ეს სტიგმატიზირებას არ მოვახდენ და არ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც ერთხელ თუ მოხვდი საპატიმროში, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ მოხვდები. თუმცა რასაკვირველია, რისკი დიდია და რისკი დიდია ისეთ ქვეყნებში, როგორებიც ვართ ჩვენ. საქართველო, ხო? ანუ რას გულისხმობ ამაში? გულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მწირი რესურსი იმისათვის, რომ სრულფასოვნად მოვახდინოთ სასჯელის აღსრულება საპატიმრო დაწესებულებაში. სარეაბილიტაციო პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის ახალი უნარჩვევებით აღჭურვას, ან იმას, რომ დაკავებულები იყვნენ მუდმივად და თავიანთი თავისუფალი დრო იქნება ეს 6 წელი თუ 10 წელი თუ მეტი, სწორად გაატარონ და იმაში დაიხარჯნონ, რომ მათ აღარ მოუნდეთ განმეორებით დანაშაულის ჩადენა, რეალურად ჩვენთან ეს ვერ ხერხდება, რადგან ეპიზოდურია სარეაბილიტაციო პროგრამები. დიდწილად ეს სარეაბილიტაციო პროგრამები შეთავაზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ყოველთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებდნენ ევროპული და ამერიკული არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რაც დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ დაწესებულებას, პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც სარეაბილიტაციო პროგრამები მიმდინარეობს ყოველთვის მუდმივად და ერთგვაროვნად ყველა პატიმრისთვის ხელმისაწვდომად. მაგალითი რა შეიძლება იყოს მორეტა ბოდიში შეგაწყვეტინეთ, აი რას გულისხმობთ სარეაბილიტაციო პროგრამაში და კიდევ ერთხელ რომ ხაზი გაუსვათ ამას ჩვენი მსმენელისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი? ანუ ეს რანაირად არის რაღაცნაირად დაკავშირებული იმასთან, რომ ადამიანი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როგორც ამბობენ ხოლმე, არ იქნება უფრო მეტად გაბოროტებული, დათრგუნული და კიდევ უფრო მეტად არ მოუნდება ისევ ცუდის ჩადენა, ხო? აი მაგალითი დაგვისახეთ ახალად რა შეიძლება აკეთოს პატიმარმა ციხეში? კეთილი, მოდი მოვიყვანოთ საქართველოს მაგალითი, აღარ მოვიყვან სკანდინავიის ქვეყნებს, რადგან ხშირად მიმეორებენ ხოლმე, რომ ისინი მდიდარი ქვეყნები არიან, ძალიან დიდი რესურსები აქვთ. ჩვენც არა გვაქვს ნაკლები რესურსები, მინდა გავიხსენო ბოლოდროინდელი კონცერტები და რამდენი მილიონი დაიხარჯა ამ კონცერტებში, თქვენ შეაფასეთ და შეამოწმეთ, ეს თანხები სრულად შესაძლებელი იქნებოდა გადასროლილი იყოს სწორედ დანაშაულის პრევენციაზე და საშელახსრულების სისტემაში სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვაზე. ავიღოთ ერთი მაგალითი. მაგალითად, ქალთა ციხეში ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით მოწყობილი იყო სილამაზის სალონი, სადაც ქალებს შეეძლოთ ესწავლათ სტილისტის პროფესია,
ფრჩხილების მოვლა და ის ყველა პროცედურა, რაც სილამაზის სალონში შეგიძლია მიიღო. ამ გადამზადების კურსების შემდეგ ისინი იღებდნენ სერტიფიკატს. სერტიფიკატში არ იწერებოდა, სად იყო ეს სერტიფიკატი მიღებული, ანუ სტიგმატიზირება რომ არ მომხდარიყო ადამიანის და მას შემდეგ შეეძლო, გათავისუფლების შემდეგ შეეძლო თავისი სალონი თუ არა გაეხსნა ხო? არამედ შეეძლო სხვასთან დასაქმებულიყო თავდაპირველად, ხო? ასევე აქ შესაძლებელია შემოდიოდეს აწარმოე საქართველოს გრანტი მაგალითად, არ მახსოვს ოდესმე რომ ყოფილ პატიმარზე გაეცათ ეს გრანტი, მაგრამ იდეას თუ მეკითხებით, როგორ შეიძლება ეს იყო. აწარმოე საქართველოს გრანტი შესაძლოა მიიღოს ყოფილმა პატიმარმა და დაეხმაროს იმაში, თუ როგორ განავითაროს ის უნარჩვევები, რაც საშელასრულების დაწესებულებას შეისწავლა. რაც შეეხება მამაკაც პატიმრებს, იყო ასეთი პრეცედენტებიც, მაგალითად ქუთაისში მკაცრი დაწესებულების რეჟიმის ციხეში ჰქონდა ასევე ნორვეგიის მთავრობის დახმარებით გახსნილი ფეხსაცმლის საამქრო, შევიძინეთ ძალიან ბევრი დანადგარები, მოხდა შეფასება, იმიტომ რომ აქ ბასრის საგნებიც იყო საჭირო, მოხდა პატიმრების შეფასება და ამ შეფასების შემდეგ ჩაერთნენ ისინი პროექტში და სრულფასოვან ფეხსაცმელს ამზადებდნენ. ანუ თავისუფლად შეეძლოთ მას შემდეგ რაც დატოვებდნენ დაწესებულებას, ამ საქმიანობით დაკავებულიყვნენ, შეერთებოდნენ საწარმოს, ან თვითონ დაეწყოთ წარმოება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გრანტი შეუწყობდათ მათ ხელს. ანუ არსებობს უკვე პრეცედენტები, როგორც ერთხელ თქვი, არ გვჭირდება რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება, ეს მეთოდები არსებობს, თუ ყველა რგოლი თანაბრად ჩაერთვება და რაც მთავარია, თუ იარსებებს პოლიტიკური ნება, რომ სახელმწიფოს უამრავი პატიმარი კი არ ყავდეს და ამაში კი არ იხარჯებოდეს ფული, რომ პატიმრები კოკა-კოლას ბოთლებივით აწარმოო უკაცრავად. ასეთი გამოთქმა არსებობს თეორიაში, კოკა-კოლას ბოთლებივით პატიმრების წარმოება, რადგან დიდ ფულთან არის ესეც დაკავშირებული, არამედ შენ მოახდინო ადამიანების რეაბილიტაცია, მათი თანამედროვე უნარჩვევებით აღჭურვა, განათლების მიცემა, მათთვის საცხოვრისით უზრუნველყოფა და ის რომ სოციუმთან არ გაწყვიტონ კავშირი და აქვე დავამატებ ხანგრძლივი სასჯელები, ამაში ამ ხანგრძლივ სასჯელებს ამაში წვლილი არ შეაქვთ. ანუ შენ რაც უფრო დიდხანს მოახდენ ადამიანის იზოლირებას საზოგადოებისგან, ის მით უფრო რთულად დაბრუნდება საზოგადოებაში და მით უფრო რთულად მოახერხებს სრულფასოვანი წევრი გახდეს. რადგან შევეხეთ ამ თემას განმეორებით დანაშაულს, ხო, ანუ როდესაც ადამიანი უკვე ერთხელ იყო პატიმრობაში და არსებობს რისკი, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ შეიძლება ისევ ჩაიდინოს დანაშაული. ეს ასე ვთქვათ, ცნობილი უნდა იყოს სახელმწიფოსთვისაც, ხო, და შეიძლება წინსწრებით რაღაც ზრუნვა უნდა გამოავლინონ. რა შეიძლება იყოს ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან, რას გულისხმობთ ამაში, როგორ უნდა გათვალოს? არ ვიცი, რომელიმე სახელმწიფო უწყებაში დასაქმებულმა საჯარო მოხელემ, რომ ეს ადამიანი გათავისუფლების შემდეგ კვლავ ჩაიდენს დანაშაულს და როგორ უნდა აღუდგეს ამას წინ. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს შეუძლებელია და ყველას სახლში ვერ გავყვებით და ფეხ ვერ გავაკონტროლებთ, ის ადამიანი როგორ მოიქცევა. ასეთი აზრიც ხო შეიძლება არსებობდეს და ამას რო ვუპასუხოთ. ჯერ ერთია ჩვენ ვისაუბრეთ და ძალიან ვრცლად სტატისტიკაზე. არ არსებობს ქვეყანაში რეციდივის სტატისტიკა. რამდენი ადამიანი დაბრუნდა მაგალითად პენიტენციურ დაწესებულებაში, ან მოხვდა იგივე დანაშაულზე, ან სხვა დანაშაულში, თქვათ კანონთან კონფლიქტში. რეციდივში გულისხმობთ განმეორებით დანაშაულის თქვათ სტატისტიკა. რატომ ჩადის ესა თუ ის ჯგუფი დანაშაულს, რა ტიპის დანაშაულები მეორდება და ვის მიერ მეორდება? ეს სად ხდება, თქვათ, ურბანულ დასახლებებში, თქვათ, მუნიციპალიტეტებში, ვინ არიან ქალები, კაცები, რა ჯგუფი? ანუ ამ ყველაფერს სჭირდება ანალიზი და ამის საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა ჩვენ გვაქვს. ეს ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში მათ შორის არც საჯარო არის ასეთი ინფორმაცია. არც საჯარო არის, მაგალითად გენერალურ პროკურატურას უდევს გარკვეული კვლევები, რომელშიც საუბარია დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ამდენ ადამიანზე, პროცენტული მაჩვენებელი მაგალითად 23% აი ამ რიცხვიდან
იყო ნარკოდანაშაულები, 20% იყო ეკონომიკური დანაშაულები, 10-14% იყო მკვლელობა და განზრახ დაზიანება. აი ეს 3%-ული არა, გულისხმობ განმეორებით სტატისტიკის საჯარაობას. არ არის, რა თქმა უნდა არ არის. თუმცა, აი ამ მიმართულებითაც ვინ ჩადის აი ამ თუნდაც ნარკოდანაშაულები, ხო ვიცით, რა ტიპის დანაშაულებია და ვინ ჩადიან. ხო აი კვლევა რო კეთდებოდეს ამ მიმართულებებით ცხადი არ ხდება, რასაც პირდაპირ მივყავარ ზუსტად დანაშაულის რეციდივთან და იმასთან, რომ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. აქ შეიძლება ახლა ვისაუბროთ თვითონ მსჯავრდებულებზე და მსჯავრდებულის საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. რა ვალდებულება აქვს აქ სახელმწიფოს? გათავისუფლების წინარე ეტაპზე პენტენციურს უნდა კონდეს რისკის და საჭიროების შეფასების ინსტრუმენტი, შევსებული უკვე აი ამ პირზე, რომელიც თავისუფლდება და ეს ინსტრუმენტი დანერგილია, თუმცა ყველა პატიმართან სამწუხაროდ ვერ გამოიყენება ადამიანური რესურსის სიმწირის გამო და ზუსტად აი ამ შეფასების შედეგად უნდა იცოდეს სახელმწიფომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფსიქიკური მდგომარეობა, საცხოვრისი, სად იცხოვრებს ეს ადამიანები, რა უნარები აქვს რომ დასაქმდეს, აქვს თუ არა ეს უნარები, სად აპირებს თქვათ რომ იმუშაოს, ძალიან მნიშვნელოვანია მისი დამოკიდებულება დანაშაულის მიმართ, როგორ უყურებს ჩადენილ ქმედებას და რამდენად ნანობს აი ამ ყველაფერს და რამდენად არის რისკი ის რო გათავისუფლდება, რომ იგივეს არ ჩაიდენს. თუ არა აქვს საცხოვრისი, უშუალოს და ვთქვათ თავშესაფრით უზრუნველყოს. თუ ვთქვათ დასაქმების უნარი არ აქვს, დაეხმაროს პრობაცია, რომ ზუსტად პროფესიული გადამზადების კოლეჯში ჩარიცხოს და ასე შემდეგ, ანუ ნებისმიერი მიმართულებით ამ ადამიანს თევზი კი არ მისცეს და ფული კი არ მისცეს, არამედ თევზის ჭერა ასწავლოს. ეს არის მნიშვნელოვანი როგორც მსჯავრდებულისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ ის ადამიანი თუ არ დაუბრუნდება თავის დანაშაულებრივ ქცევას, ზუსტად საზოგადოებაზე ზრუნვა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა გამოვა. ერთი ადამიანი მახსენდება მაგალითად, რომელიც იყო დევნილი, მიწერილი იყო თბილისში 1995 წლიდან, გათავისუფლდა ეს ადამიანი და ცხოვრობდა ქუჩაში. პრობაციაში მოვიდა და გვითხრა მეორე სართულზე ამოვიდა და აღარ წავალ აქედან, სანამ საცხოვრებელს არ მიშოვითო და ჩვენ დავიწყეთ ამ ადამიანზე ზრუნვა, მივმართეთ მერიის თავშესაფარს და ვთხოვეთ, რომ იქნებ დროებით ეს ადამიანი სანამ მუშაობას დაიწყებდა, სანამ დასაქმდებოდა და თავის ამ საბაზისო საჭიროებს დაიკმაყოფილებდა, იქნებ განეთავსებინა იქ და ადგილები ნამდვილად იყო ამ თავშესაფარში, რაზეც უარი მივიღეთ და უარი იყო ძალიან ისეთი სასაცილო სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ გითხრეს, რომ ეს ადამიანი არ არის ჩაწერილი თბილისში და არის სოხუმში ჩაწერილი და ჩემი კითხვა იყო მაშინ მერიის ერთ-ერთ ჩინოვნიკთან მქონდა ურთიერთობა, რომ ვეკითხებოდი, რომ აი, ანუ უნდა ამოეწეროს, თქვა სოხუმიდან და უნდა ჩაეწეროს თბილისში, სად უნდა ჩაეწეროს? ან რა უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ ჩვენ სახელმწიფომ ეს ადამიანი საცხოვრისით, რომ გარეთ ყინვაში -5 გრადუსში არ ეძინოს დღეს ღამე. რაზეც პასუხს ვერ ვიღებდი, შემდეგ მივმართეთ დევნილთა სამინისტროს, იქ დავაწერინეთ განცხადება, რომ ქირით მაინც უზრუნველყოთ და ამის შესაძლებლობა მათ აქვთ, რაზეც უარი გვითხრეს და ბოლოს დროებით, აი ძალიან ბევრი ადამიანის ჩარევის შედეგად, ეს ადამიანი მოვათავსეთ თავშესაფარში, მაგრამ 2 თუ 3 კვირით, საიდანაც გამოუშვეს, ძალიან კარგად იქცეოდა, არც ერთი წესი არ დაურღვევია, გამოუშვეს იმ მიზეზით, რომ ის თბილისში არ იყო ჩაწერილი და ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული და დაბრუნდა ისევ პენტენციურ დაწესებულებაში და ჩვენი სოციალური მუშაკი ამბობდა, რომ ისეთი ბედნიერი იყო, როდესაც პატრულს მიყავდა, აი მე რო სადღაც დასასვენებლად მივდივარო და ეს არ არის სწორი. აი ამ ადამიანის მაგალითზეც შეგვიძლია ჩვენ ვიმსჯელოთ, რომ სახელმწიფოს არ აქვს სწორი სტრატეგია, სწორი მიმართულება ინდივიდზე.
ასე იქ უფრო უზრუნველყოფილად გრძნობდა თავს ფაქტობრივად ასე გამოდის და პრევენცია კი არა უბიძგა ფაქტობრივად სახელმწიფომ დანაშაულის კი ბატონო. ალბათ დანაშაულის პრევენციაზე და სასჯელზე საუბარს ვერ დავასრულებთ ისე რომ არ შევეხოთ ძალიან აქტუალურ საკითხს და ტკივნეულს ჩვენი საზოგადოებისთვის და ზოგისთვის საშიშს ასე გამოდის რომ საყოველთაო ამნისტიების ეშინია ჩვენს მოსახლეობას იმიტომ რომ ფიქრობენ რომ ეს ხდება უკონტროლოდ და დანაშაულები რომლებიც მათ გარშემო ხდება ხშირად ეს შეიძლება სტიგმის ნაწილიც იყოს და მათი წინასწარ განწყობა არის ასეთი რომ ამ დანაშაულს ჩადიან ყოფილი პატიმრები აი ისინი ვინც საყოველთაო ამნისტიით გამოუშვეს მაგალითად წინასაარჩევნოდ წინასააღდგომოდ წინასაახალწლოდ ნათლის ღამის დღესასწაულზე სულ ბოლოს ხო პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ერთი თვის დანიშნული იყო მგონი დაახლოებით თუ ცოტა მეტის როცა ხელი მოაწერა და 600-ზე მეტი პატიმარი გაანთავისუფლა ხო თქვენი აზრი მაინტერესებს საყოველთაო ამნისტიასთან დაკავშირებით რა აქტი არის ეს რა რამდენად კარგი პრაქტიკა გვაქვს ჩვენ საყოველთაო ამნისტიების და როგორ უნდა ხდება ან კარგი პრაქტიკა რა არის სხვა ქვეყნების მაგალითზე რომ აგვიხსნათ აი როგორ უნდა ვსწავლობდეთ წინასწარ მაგალითად ვის უშვებთ რატომ ვუშვებთ რომ გავუშვებთ მე არის თუ არა რისკი რომ კონკრეტულად ეს პატიმარი დანაშაულს ისევ ჩაიდენს მაგრამ ეს ყველაფერი ვინ უნდა იცოდეს წინასწარ ცუდი პრაქტიკა გვაქვს ნამდვილად და ეს შეგვიძლია შევაფასოთ როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრაქტიკა გულისხმობ დღესასწაულების დროს ან თანამდებობებზე დანიშვნის დროს პატიმრების ფართო მასშტაბიან ამნისტიას და ამისი ნათელი მაგალითი გვაქვს სწორედ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი მე ესე ვიტყოდი იმიტომ რომ დავაფიქსრებ არ ვაღიარებ და არ ვთვლი რომ ის ჩვენი პრეზიდენტია მოსვლისთანავე უპრეცედენტო რაოდენობის პატიმარი შეიწყალა, რადგან არ მახსენდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რომელიმე პრეზიდენტს ამდენი პატიმარი შეეწყალებინოს ყოველგვარი შესწავლის გარეშე და რეალურად ვინ უნდა სწავლობდეს ამ кейსებს არსებობდა ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ მე ვიყავი ამ სისტემაში აქტიურად ჩართული პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიები და პრეზიდენტებსაც ყავთ როგორც წესი მრჩევლები მრავალი მიმართულებით და რეალურად ისინი ამ კომისიებიდან უნდა იღებდნენ წინასწარ დამუშავებულ ინფორმაციას და ეს არ უნდა ხდებოდეს არანაირად მხოლოდ მუხლების მიხედვით ანუ სხვა კანონების განსაკუთრებით კი სისხლის სამართლის კანონმდებლობების კონკრეტული მუხლების მიხედვით ხო ეს არის ძალიან მშრალი ძალიან ზედაპირული და საფრთხის შემცველი ამნისტია რომ აირჩევენ კონკრეტულ მუხლს და ვინც ამ მუხლით არის გასამართლებული იმათ უშვებენ წინა აი მაგალითად ფართომასშტაბიანი ამნისტია წინა მთავრობის ცვლილების შემდეგ რომ მოხდა სწორედ ასე მოხდა იქაც იმიტომ რომ არ ვიცი არგუმენტი იყო ალბათ ადამიანების გათავისუფლება არა კანონიერი პატიმრობისგან თუნდაც ასე ყოფილიყო ამ ამნისტიის როგორც ჰუმანური აქტის მიწოდება ადამიანებისთვის იმგვარად როგორც ჩვენი მთავრობები გვაწვდიან არის საფრთხის შემცველი და სწორედ ამიტომაც ეშინიათ ადამიანებს და საზოგადოებას ფართომასშტაბიანი ამნისტიებით ხო მხოლოდ მუხლების მიხედვით ფართომასშტაბიანი ამნისტია ემსახურება ამომრჩევლის გულის მოგებას. მოკლედ რომ თქვა, სწორედ ასე შეგვიძლია დავასათაუროთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სადღესასწაულოდ ან პოსტზე მაღალ თანამდებობაზე, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ფართომასშტაბიანი ამნისტიების შეთავაზება, ამომრჩევლის გულის მოსყიდვა. სხვა დახასიათება არ მაქვს, რადგან როგორც გითხარით, ის ჯგუფები და კომისიები, რომლებზეც ალბათ ნინო ისაუბრებს უფრო დეტალურად და რომლებიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დამოუკიდებელი პირებით, მათ შორის დამოუკიდებელი ფსიქოლოგით, დამოუკიდებელი სოციალური მუშაკით გულისხმობ არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ პირებს, შეიძლება ეს მწერალიც იყოს, ცნობილი მსახიობიც იყოს,
ამ ჯგუფის მიერ შეფასებული კრიტერიუმების მიხედვით ამნისტიები როგორც წესი არ ხდება და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა ისევე როგორც კიდევ ერთხელ ვიტყვი ამომრჩევლის ლოიალობაზე და მათ კეთილგანწყობაზე პირდაპირ მანიპულირება. ალბათ მსმენელმა ისეც არ უნდა გაიგოს, რომ თქვენ წინააღმდეგი ხართ ამ აქტის, ხო, იმიტომ რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა, აქ საუბარია იმაზე, რომ პატიმრების რიცხვის შემცირება, რომ გვინდა კი არ ვამბობთ იმას, რომ უნდა მივიდეთ და გავაღოთ დაწესებულების კარი და გამოვუშვათ პატიმრები რაღაცა უკონტროლოთ, ხო? საუბრობთ, რომ ეს უნდა იყოს რაღაცა საფრთხეების ანალიზის შედეგად. ანუ ქავტონ ნინო, რაცაც მორეტამ ისაუბრა, ეს მინდა რომ თქვენ აგვიხსნათ კონკრეტული აი საბჭო ახსენა მან, აი ამ საბჭოს მაგალითზე ბევრმა ალბათ არ იცის ამ საბჭოს ფუნქციები და მიზანი რა არის, როდესაც საუბრობთ ამნისტიაზე და ალბათ დიდ ნაწილს გონია რომ ამ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი დამოუკიდებლად, რადგან ის აწერს აქტს ხელს და ასე შემდეგ. აი ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მას უნდა ეხმარებოდეს, რომ ეს გადაწყვეტილება შემდეგ რაღაც არ იყოს თავის ტკივილი მისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ამინისტიაც და ამ მსგავსი გათავისუფლება ცხადი არის ჰუმანური აქტი. თუმცა ამინისტია იქნება თუ კომისიის გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკით უნდა ეფუძნებოდეს ერთ რამეს საზოგადოების უსაფრთხოებას. როდესაც კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომ ესა თუ ის პირი გაუშვას, მას უნდა ქონდეს მომზადებული დოკუმენტაცია, როგორ იქცეოდა ეს ადამიანი პენიტენციურში სასჯელის მოხდის პერიოდში. ხომ არ იყო ვთქვათ მისი ქცევა აგრესიული, დანაშაულის შემცველი, რამდენად იაზრებდა დანაშაულს აქ უკვე ფსიქოლოგი შემოდის. რამდენად რისკია მისი გათავისუფლება, იგივე რაც ვთქვი, გათავისუფლების პერიოდზე, ხო? რამდენად ვთქვათ, როდესაც გავა შეუქმნის საფრთხეს სხვას ან საკუთარ თავს. აი ეს ყველა რისკი და მისი საჭიროება უნდა ჩანდეს ამ დოკუმენტაციაში, სადაც განიხილავს კომისია ამ ყველაფერს და მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს თუ არ იქნა ზუსტად აი ამ ტრაექტორით თუ არ წავიდა, შემდეგ ვიღებთ იმას, რომ პირი თავისუფლდება და შეიძლება გზის ფულიც კი არ ქონდეს, როგორ მივიდეს პენიტენციურიდან სახლამდე, შეიძლება ესეც არ ქონდეს, შეიძლება არ იცოდეს, ვთქვათ, როგორ უნდა მოიქცეს, რა უნდა გააკეთოს და ისევ მიუბრუნდეს დანაშაულებრივ ქმედებას. თქვენ კიდევ ვიყენებთ სიტყვებს, ასე უნდა იყოს, უნდა ჩანდეს, რაღაც მომავალ დროში საუბრობთ, რაც ნიშნავს, რომ ახლა ასე არ ხდება, ამას გულისხმობთ. თუ რაც ხდება, ფიქრობთ, რომ არ არის ეფექტიანი და წარმატებული. აი, საბჭო ხო არსებობს რეალურად, ხო? ეს განმარტოთ. რაც შეეხება იმას, რომ ხდება თუ არ ხდება, ეს არ ხდება იმ საერთაშორისო სტანდარტით, როგორც ხდება ჩვენს, ვთქვათ, აი ესეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორც არის მაგალითად გერმანია, დანია, შვედეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც რომ მოვიშველიოთ და ვთქვათ, არ ვისაუბროთ ისე წინ წასულ ქვეყნებზე, როგორც სკანდინავიის ქვეყნებია, ხომ? ჩვენთან მაგალითად საბჭო, რომელიც თვეში ერთხელ იკრიბება და ძალიან დიდ მასალას გადის და ძალიან დიდ დროს უთმობს ამას და ეს საბჭო დაკომპლექტებულია პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სამსახურის, ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციის, ოღონდ ეხლა არ ვიცი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან თუ არა საბჭოში და აკადემიის წარმომადგენლები, შეიძლება ასევე ადვოკატიც იყოს აი ამ საბჭოში. ეს ადამიანები მუშაობენ სრულიად მოხალისეობრივად. და ანუ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ბევრი საქმეა და ადამიანები აი ამ ძალიან მნიშვნელოვან და ბევრ საქმეს მოხალისეობრივად ასრულებენ. მე არავის კეთილსინდისიერება შეჭვი არ შემაქვს, მაგრამ შეუძლებელია ამ ადამიანების საქმის პარალელურად ასეთი მნიშვნელოვანი საქმის კეთება. ის რომ საბჭო არსებობს ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებელია რომ საბჭო იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა, რაც შეიძლება იმე კანადაში მაქვს მაგალითად მსგავსი მაგალითი ნანახი, როგორ მუშაობს ცალკე საბჭო, 3 ადამიანისგან არის დაკომპლექტებული, მეტი არ ჭირდება და განიხილავს ყოველდღეს საქმეებს, ოღონდ მათი ინტერვენცია არის უფრო ინტენსიური, უფრო დეტალური და ზუსტად იმაზე ორიენტირებული, რომ არ გაანთავისუფლონ ისეთი ადამიანი, რომელიც საფრთხე შეუქმნის მათივე ოჯახის წევრს, ანუ საზოგადოებას. თუმცა მაინც და მაინც ანაზღაურების საკითხს არ დავეთანხმები, იმიტომ რომ
განვითარებულ სოციუმში ემპათია და განაწილება პასუხისმგებლობის არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კარგი მოქალაქის, ხო? სიამოვნებით ვიქნებოდი ჩართული მოხალისეობრივად ასეთ საქმიანობაში, მაგრამ ნინოს იმ ნაწილში ვეთანხმები, რომ განუზომელია ეს შრომა, აურაცხელია. შესაბამისად, თუ იგივე რაოდენობის პატიმრებს შევინარჩუნებთ, რაც არ უნდა ბევრი კომისია შექმნა და რაც არ უნდა ანაზღაურებადი იყოს ეს შრომა, ასევე თუ სასჯელასრულების დაწესებულებებში არ დავხვეწთ საქმის წარმოების ერთიან სისტემას და თანმიმდევრულს არ გავხდით ამას, ნებისმიერს თუნდაც ანაზღაურებადი იყოს ეს შრომა, გაუჭირდება პრაგმატული გადაწყვეტილების, ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება. გეთანხმებთ, რისკს უნდა მიყვებოდეს რესურსი. ეს იქნება პრობაციაში, თუ იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. რაც უფრო მაღალია რისკი, მით უფრო მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული და თუ არის დაბალი რისკი, ამაზე სახელმწიფო არ უნდა ხარჯავდეს რესურსს. სადაც არ უნდა იყოს ამ რისკის მატარებელი ადამიანი. თუმცა ალბათ ყველა იმ პრობლემას, რასაც შევეხეთ, თან ახლავს პოლიტიკური ნება და პრიორიტეტების დალაგების ამბავი. არ მინდა რომ თქვენ გაგიშვათ პირადად ისე რომ არ ვისაუბროთ თქვენს კონკრეტულ მაგალითზე, პოლიტიკური წმენდის მოკლედ მსხვერპლი გახდით, ცუდი სიტყვაა, მაგრამ ასე გამოვიდა წინა საახალწლოდ გაგათავისუფლეს სამსახურიდან თქვენთვის ალბათ მოულოდნელად და მიზანი იყო რაღაც თქვენი პოლიტიკური დამოკიდებულებები და მიუხედავად 10 წლიანი კომპეტენტური მუშაობისა აღმოჩნდა რომ მათთვის უფრო მთავარი იყო მათი თუნდაც ძვირფასი კადრის ასე ვთქვათ დაქვემდებარებაში ყოფნა და მისი გაჩუმება, ვიდრე ის საქმე, რასაც ეს გამოცდილი კადრი ემსახურებოდა. აქაც რო ვისაუბროთ გამოსავლის ჭრილში, აი როგორ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ის რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ და ერთ საათზე მეტი ამ ვსჯელობთ, არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი, როცა ის ამ საქმეში გამოცდილ ადამიანებს ასე ერთი ხელის მოსმით და ახსნა განმარტების გარეშე ათავისუფლებს და შემდეგ იწყებს თუ არ იწყებს ფიქრს იმაზე, ვინ ჩაანაცვლებს ამ ადამიანს, ვინ გააგრძელებს მის საქმეს, ეს რამდენად არის ამ შემთხვევაში გამოსავლის გზა. აი მხოლოდ მე არა, აქვე მინდა აღვნიშნო მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენგან განთავისუფლეს 14 ადამიანი და 3 იყო ზუსტად სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ჩემი ჩათვლით და განთავისუფლეს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები, რომლებიც ზოგი წლები, ზოგი რამდენიმე თვე ამას არ აქვს მნიშვნელობა, რომლებიც ზუსტად იცოდნენ სისტემაში რა უნდა ეკეთებინათ და ჩვენ აი თავიდან დავიწყეთ ზუსტად ამაზე საუბარი, რომ როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო დანაშაულის რეციდივს, როგორ უნდა იმუშაოს დანაშაულის პრევენციაზე და ზუსტად ესეთი ადამიანებით, რომლებმაც იციან, რომლებმაც მიიღეს განათლება და რომელსაც აქვს სურვილი და мотиваცია, ენთუზიაზმი, ცოდნაც და პროფესიონალიზმიც, რომ აი ამ ყველაფერს მიუხედავად საქმეთა დიდი რაოდენობისა, მიუხედავად ძალიან მძიმე სამიზნე ჯგუფისა, იმუშაონ ამ ადამიანებთან და ესეთი უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენ, რომ აი პატარა გოგოებმა და ბიჭებმა შეცვალეს ადამიანის ცხოვრება. ჩვენი მხარდაჭერით და ეს გამოსავალი ვერ იქნება, როდესაც მხოლოდ ჩვენ კი არა, თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებიდან დღევანდელი მოცემულობით სადღაც 1200-მდე საჯარო მოხელი არის გათავისუფლებული ღიად დაფიქსირებული პოზიციის გამო, თავიანთი პოზიციის გამო ზუსტად იმიტომ, რომ ევროინტეგრაციას უჭერდნენ მხარს და არაფერს ცუც, რაც ამ შეიძლება რომ დავაბრალოთ მათ და თქვენ რო ამ ადამიანებს მოусმინოთ, მიხვდებით, რომ ეს არ არის გამოსავალი. ეს არის პირიქით სადღაც უკან დაბრუნება, დეგრადაცია, ზუსტად იმ წამოწყებების და იმ წინსვლის, რაც ქვეყანამ წლებია დაიწყო და სადღაც გავჩერდით და ძალიან სამწუხაროა ეს და დღევანდელი მოცემულობით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანებმა არ მოიღონ ხმა.
ადამიანები დააშინონ, იყვნენ რეპრესიების ქვეშ და რაღაცნაირად აი ამ მარწუხებში ყავდეთ ზუსტად იმისთვის, რომ თვითონ იყვნენ კარგად. აქ იმაზე ხო არ არის საუბარი, რომ სახელმწიფოზე ზრუნავენ, ნამდვილად ჩვენს ტრადიციებზე, კულტურაზე, წინსვლაზე ზრუნავენ. ეს არ არის მათთვის მნიშვნელოვანი და დამერწმუნეთ, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს სამსახურის გარეშე დავრჩით, ზუსტადაც რომ ამ ქვეყნის პატრიოტები ვართ და ჩვენი ქვეყნის ღირსეული შულები ვართ იმისთვის, რომ გვინდა და აუცილებლად მივაღწევთ ამას, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს თავის ისტორიულ წინსვლას და იმას, რომ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული ყველა სფეროში. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ამ პოდკასტში ყველა ეპიზოდში რასაც ვსაუბრობთ, ემსახურება მაგ მიზანს, რომ განვითარებული ქვეყნის მაგალითები მოვიყვანოთ და როცა პოლიტიკური ნება ექნება ხელისუფალს, ეს გაითვალისწინოს. ან რაღაცნაირი წინასწარი რეცეპტი რომ გქონდეს. ერთსაც ვიტყვი, ჩვენ ყოფილმა და ამჟამად დასაქმებულმა საჯარო მოხელებმა ყოფილებს არ ვაერთიანებთ, შევქმენით დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლი, ერთ-ერთი თავმჯდომარე ვარ მეც და აქ ვართ ზუსტად ერთი მიზნით გაერთიანებული ადამიანები, რომ სახელმწიფოს ხერხემალი, რომელსაც საჯარო სამსახური ქვია, ვერ და არ გადატეხონ და ჩვენ ვართ ყოველთვის იმ საჯარო მოხელეების გვერდით, რომლებიც დღეს განიცდიან რეპრესიებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ არტო არიან და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად, აი რაღაცა ვთქვათ, თავი დააღწიონ თითქოს ამ ყველაფერს, მაგრამ არ გამოსდით და მათ უნდა იცოდნენ, რომ პროფკავშირი ეწევა სამართლებრივ მხარდაჭერას, კონსულტაციებს, ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას ზუსტად იმისთვის, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ მარტო. მორეტას აზრიც მაინტერესებს პოლიტიკურ წმენდასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როცა ამდენს ვსაუბრობთ გამოსავალზე და ვამბობთ, მაგალითად კადრების გაზრდა არის გამოსავალიო და ამ დროს ვხედავთ, რომ გამოცდილ მრავალწლიანი რაღაც კომპეტენციის მქონე თანამშრომლებს ასე მარტივად შეელია, თქვათ, უწყება და გაუშვა. ეს რას ნიშნავს? ეს მინდა რომ თქვენი შეფასებაც ამაზე მოვისმინო და თუნდაც ამ სიტუაციიდან რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ჩემი შეფასებით პოლიტიკური წმენდა უკავშირდება ინსტიტუციური მეხსიერების წაშლას და ამას გვასწავლიდნენ ასევე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები, როდესაც მართლმსაჯულების რეფორმის მხარდასაჭერად და სხვადასხვა რეფორმის მხარდასაჭერად გვედგნენ გვერდით წლების მანძილზე. ინსტიტუციური მეხსიერების წაშლა ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაღალი კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და მაღალი კვალიფიკაცია, ერთი ხელის მოსმით გაანადგურო და ჩააშენო და მოიყვანო ის კადრი, რომელიც იქნება შენი მორჩილი და არა მაინც და მაინც კომპეტენციაზე და მაღალ მორალზე პასუხისმგებელი პირი. ამისი მაგალითი სამწუხაროდ ბევრი გვაქვს, დაუბრუნდები ისევ პრეზიდენტს და ვიცით, რომ მას არ გააჩნია უმაღლესი განათლება და არც გამოცდილება უწყობდა იმაში ხელს, რომ მას ქვეყანა ემართა და პრეზიდენტი რქმეოდა, იგივე ხდება ახლაც. ის ადამიანები პოლიციაშიც ვხედავთ, ხომ მასიურად დაიწყო პოლიციელების გადინება სისტემიდან და ნებისმიერს თუნდაც მხოლოდ საშუალო განათლების მქონეს შეუძლია პოლიციაში შეიტანოს განაცხადი და გახდეს პოლიციელი. ეს ნიშნავს იმას, რომ მდარე ხარისხის ან საერთოდ განათლების არ მქონე პირების დაუმსახურებლად წინსვლას უწყობენ ხელს, რაც პირდაპირ კავშირშია მორჩილებასთან, არა კანონთან მორჩილებასთან, არა სახელმწიფოს თქვათ განვითარებაზე და ადამიანის დაცვაზე მორჩილებასთან, არამედ კონკრეტული პირების, კონკრეტული ჯგუფების, პრივილეგირებული ჯგუფების უპირობო მორჩილებასთან. რასაკვირველია, ეს უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენ გავხდეთ არადემოკრატიული, უფრო ავტორიტარული და რუსული ტიპის რეჟიმის ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავს კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, რომელსაც არ ჰყავს კეთილსინდისიერი პოლიციელი, რომელსაც არ ჰყავს კეთილსინდისიერი მარწესლიგის ოფიცერი თუ რესოციალიზაცია, რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი პირი. შესაბამისად, დანაშაულის პრევენციაზე ჩვენი სახელმწიფო არათუ ფიქრობს, პირიქით ხელსაც უწყობს დანაშაულის განმეორებით ჩადენას
და არ ფიქრობს იმ ოჯახებზე, რომლებიც საჯარო მოხელეების უკან დგანან. გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან ახლა საჯარო სექტორში, ან ვისაც შესთავაზეს ნინოს ადგილი, დათოს ადგილი პირობითად ვასახელებ, ხო? ამ ადამიანებს ნინოს პირადად ვიცნობ რა საკვირველია, უარი უნდა თქვან ასეთი ტიპის დაუმსახურებელ დაწინაურებაზე და გამოაუცხადონ სოლიდარობა კოლეგებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მათ განვითარებაში, მათ კონფერენციებზე გაშვებაში თუ სხვადასხვა შესაძლებლობების მიღებაში, ხო? ამიტომ სოლიდარობა და მტკიცე ხასიათი იმაში, რომ არ დაიკავებენ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების თანამდებობას, არ შეურიგდებიან მორჩილებისკენ მიდრეკილებას, გააგრძელებენ ევროინტეგრაციის კურსს და მოითხოვენ მათი გაშვებული თანამშრომლების აღდგენას დაუყოვნებლივ სამუშაო ადგილებზე. ეს მესახება გამოსავლად და ეს არის სრულიად შესაძლებელი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თუნდაც განათლების სისტემა, ან თუნდაც პოლიციის სისტემა, სადაც არც ერთი თანამშრომელი ხვალ აღარ გამოცხადდება სამუშაო ადგილზე. ეს გამოიწვევს კოლაპსს და ჩამოშლას და ასევე აჩვენებს ავტოკრატ მმართველს იმას, რომ ქართველი ხალხი დიახაც სამშობლოს მოყვარული პატრიოტი და ერთმანეთის გვერდით მდგომი ადამიანები ვართ და არ ვემორჩილებით ერთ მმართველს. ოპტიმისტური იყო საკმაოდ თქვენი ბოლო სიტყვები და იმედი დავიტოვოთ, რომ ყველა ის გამოსავლის გზა, რაზეც ახლა თქვენი მსჯელეთ, ერთ დღესაც ნამდვილად იქნება რაღაც პოლიტიკის და სტრატეგიის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება შეიმუშავებს. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი ჩემთვის პირადად და იმედია, რომ ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვისაც იყო საინტერესო და სასარგებლო ჩვენი პოდკასტის ეს ეპიზოდი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ iFacts სჭირდება თქვენი ფინანსური მხარდაჭერა და ანგარიშის შესახებ უკვე გითხარით, ის მითითებული იქნება ამ ეპიზოდის ქვემოთ აღწერაში. მადლობა, გამოიწერეთ ასევე ჩვენი არხი და გააზიარეთ ჩვენი ეპიზოდები, ესეც ერთგვარი მხარდაჭერა და ახალისება არის ჩვენთვის და დაელოდეთ აი გამოსავალის შემდეგ ეპიზოდებს. მადლობა.